რადიო თავისუფლება FM 107.4. თავისუფლების 1 საათი არის ეთერში გადაცემა, რომელიც ყოველ სამუშაო დღეს გადის ჩვენი რადიოს ეთერში. მე ვარ გოგი გვახარია და მიმყავს ეს გადაცემა ტატო ჯინჯიხაძე არის ხმის რეჟისორი. დღეს შევსაუბრობთ ძალიან ლამაზ წიგნზე, შეგიძლიათ შეგშურდეთ ჩემი. აი ეს წიგნი არის ცისკრის ფარსკვლავი, რომლის პრეზენტაცია მოაიწყო გუშინ. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოაწყო ქალბატონმა მანანა კარტოზიამ, ჟურნალისტმა, რადგან მანანა არის ამ მემუარული ფოტოალბომი, ასე ქვია, ასე ვთქვათ ჩვენ, შემდგენელი და რედაქტორი და ტექსტის ავტორი. ტექსტის ავტორი თანაავტორები მყავს. თანაავტორებიც მყავს და რაც თავარია, ამ წიგნის თავარი ავტორი, შეიძლება ასე ითქვას, ეს ადამიანი იყო ჩამოსული თბილისში, ნიკოლოზ ცისკარიძე, ახლახან წავიდა და გუშინ მოეწყო ამ წიგნის პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრო თავად ნიკა ცისკარიძე. იქნებ პრეზენტაციით დავიწყოთ მანანა, რა მოხდა? რაღაც კადრები კი ვნახეთ. ინციდენტიც რატომაც არა. რატომაც არა. ვიცი რომ ჩამოვიდა, ვიცი რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო, ვიცი რომ თბილისო იმღერა. თბილისო და ციცინათელა. ციცინათელა წიგნი მოეწყო. აფშირნი რეპერტუარი თვითონ ამბობს. ციცინათელა და თბილისო არის მისი აფშირნი რეპერტუარი. ხო, და წიგნიც მოეწონა. წიგნი ჩვენი გავგზავნეთ პეტერბურგში. ხო და რო ნახა დარეკა, რომ ეს ვეფხისტყაოსანი გაგიკეთებიათო და ამის შემდეგ სხვა კათინაური არ მოგვისმენია. ხო. რა თქმა უნდა, არ შემიძლია აკითხო, რატომ გადაწყვიტე ასეთ აი ამ ხელა მართლა ვეფხისტყაოსანი? არა, ამ ხელა არ გადაწყვიტე, მე თავიდან უბრალოდ აი ჭაობში ჩავეფალი, თორე თავიდან რომ ცოდოდა ამ ხელა რამის არ ვაკეთებდი, როგორ გავბედავდი. ძალიან ისეთი ტიტანური შრომა იყო, იმიტომ რომ მის საკუთრებაში არ არის არაფერი, გოგი. არც ჩანაწერი, არც ფოტო, წიგნები როა გამოცემული, ვთქვათ, რაღაც ფოტოალბომის საავტორო უფლება, არაფერი მას არ ეკუთვნის. ყველა მოითხოვა ალბათ საავტორო. ყველა მოითხოვა, მაგრამ მე ისეთი ინციდენტები იყო, აი რომ სიკეთის გამოვლენის სხვადასხვა ფორმები, რომ ის კიდე ცალკე თემაა, რომ აი როგორი თანამშრომლობა გამოდის მართლა, როცა ადამიანები გრძნობენ ურთიერთობის სიღრმეს. მაგალითად, აი მისი ფოტომატიანე, ვინც არის მიხეილ ლოგვინოვი, ხანდაზმული კაცია, ძალიან ისეთი აი ნამდვილი ბალეტომანი. ხელშეკრულების ფურცელი ჩაუტანეთ, იმიტომ რა კი მოხერხდა ისე, რომ მას ფიზიკურად ვნახავდით, რომ მასზე მოეწერა ხელი და ამასობაში ისე მოხდა, რომ ჩვენ ნიკას კაბინეტში გავიცანით ერთმანეთს და უყურა როგორ უთანხმდებდით კონცეფციას წიგნის და რო წავიყვანეთ სადილზე, სადაც ეს ფორმალური მხარეები უნდა მოგო. თქვენ ნიკას ოჯახი ყოფილხართო, რას ამბობთო, მე ფულს როგორ გამოგართმევთო და $2500 ის დახია ჩვენ თვალწინ. კი, ხო. და მეორე შემთხვევა იყო, აი ეს გლამურული ფოტოები რო არის, გლინინი, არა, შავთეთრია ეს სათვალებიდან, გლინინის რა, ვლადიმერ გლინის, ეს ამბობს, რომ მე ნიკაზე ვისწავლეო, გადაღებაო და ეხლა მისგან ფულს არ ავიღებო, არ ვთქვა, ჩვენ მკითხეთ, როგორ უნდა გაგისწოროთ, ანგარიშები როგორ აფასებთ თქვენ შრომას და მე ჩემ შრომას ისევ აფასებ, რომ თქვენ ამას ვერ გადაიხდითო და საერთოდ გამომცემლებს არ ვეთანამშრომლებიო. მარტო საგამოფენო სივრცეებთან არის რა ურთიერთობა და თქვენო ვერ ამინაზღაურებთ შრომას და ჯობიო ცისკარიძეს გადაუხადოს ამაგიორო, რომ ის იყო ჩემი პირველი ეს ნატურა და ესა და მასზე ვისწავლე გადაღება. თბილისში ჩამოვიდა სიამოვნებით. კი, მისი ქალაქია. არა, მისი ქალაქი მოსკოვია. ის თulis რომ ის არის მოსკოველი ნატურით. თავისი მძიმე პრინციპში ხო ბიოგრაფიას რო წაიკითხავს ადამიანი, ახავს რომ მძიმე ბავშვობა ჰქონდა. თვითონ იძახის რომ მე არ მქონდა მძიმე ბავშვობა, მაგრამ იმდენად პედალირებს ამ თემას რომ გონი ქონდა, მაინც იმიტომ რომ კაცრი დედა ყავდა. ხო, და ხშირად იხსენებს დედამისს როგორც მკაცრ დედას, რომელსაც უსაზღვროდ უყვარს ის. და ინიციატორი იმისა, რომ ის ბალეტში მოხვდა, დედა იყო, ხო? არა. და უთხრათ რა დევსმენ. ვაიმე, სულ პირიქით. ესე იგი, ეს იყო ქალბატონი, რომელიც ფიზიკას დაასწავლიდა და მათემატიკას
და შვილი რომ აი ბალეტის თემით დაინტერესდა ეს მისთვის იყო აი რაღაცა განსაცდელი და ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ამ თემას და მე იქ ესეთი ინციდენტი მოხდა ის გუშინ ტელევიზიითაც მოისმინეს მაყურებლება ამიტომ პირდაპირ სხვა თემაზე გადავიდეთ ეგ უნდა რომ აი ერთი თემა ერთი წელი ორი წელი და გადაუვლის ეს გატაცება მაგრამ ესე არ მოხდა და თანამასობაში გამოჩნდნენ უკვე პროფესიონალები ვინც ქალწულამარას ძალიან დაბეჭდებით ეუბნებოდნენ რომ ეს ბავშვი წასაყვანია ვუნდერკინდია რაღაც განსაკუთრებული მონაცემები აქვს იმიტომ რომ როცა ქალწულამარას ხო უყვარდა თეატრი და გიждდებოდა თეატრალი იყო და ფარაჯანოვის ახლობელი იმითაც თუნდა რომ 3 წლის ბავშვი ოპერებში დაყავდა და კი და თეატრ ნიკა იყო თეატრალი ეს ყველა ვარიანტში თეატრში მოხდებოდია იძახის უბრალოდ აი ბალეტს შერჩა და დღეს სხვადასხვა დარტობს და სიმღერა მესწავლა ხო მაგრამ როგორ გაიცანი მე როგორ გავიცანი ესე იგი რეკომენდაციები დამჭირდა მე ვზივარ ტელევიზორთან და მაგ რატომღაც კულტურა ჩართული ეს კულტურაც არ იყო მაშინ ჩემი ცხოვრების ნაწილი შემთხვევითა ვარ ამ კულტურაზე და ამ დროს აცხადებენ რომ თეატრში მოხდა ესეთი ტრაგედია და სამხატვრო ხელმძღვანელს შეასხეს სახში რაღაცა და ეს ქართველი ცისკარიცი არის ამაში ეჭვმიტანილი ესე იგი ეს უკვე გვიანი საღამო იყო იმიდან გავათენე კომპიუტერში ეს თემა და ნუ ეხლა უკვე ჩამერთო ჟურნალისტური ინსტინქტები და ის რომ 1999 წელს ვირსალაძის ის რომ ჩატარდა თბილისში იუბილე მაშინ ნიკა იყო ჩამოსული და მე ვიყავი ამ კონცერტზე და სპექტაკლი საჩუქარით ჩამოგვიტანა რამდენადაც ვიცი ვირსალაძის კოსტიუმი კი გუშინ გადასე ხო და ანუ მახსოვდა ეს შტაბეშტილება რომ აი მაშინ ჯერ პატარა ბიჭი იყო და აი პირველ ნაბიჯებს დგავდა მაგრამ აი შტაბეშტილება მისი ნახტომის და რამის ეს მქონდა ჩარჩენილი და იმის შემდეგ არანაირად თვალყური არ მიმიდევნებია ამ გვარისთვის და უბრალოდ ეს ჩამერთო ეს ისა რომ აი იყო თუ არა ამის გამკეთებელი ამასობაში გაირკვა უკვე ეს ინტრიგის ხარისხები და მე აი თანადგომის გამოჩენის სურვილი იყო და რაღაცა მიგროვდებოდა ინფორმაციები და ბევრს ვლაპარაკობდი ამაზე და ერთმშვენიერ დღესაც მისმენს ჩემი ახლობელი რომ მანენო შენ რასაც ყვები ეს უკვე წიგნიაო და დაურეკა სოფო შევარდნაძეს და უთხრა რომ აქო ძალიან სერიოზული საგამომცემლო ჯგუფიაო და გაუწიო ამ შენს მეგობართანო რეკომენდაციაო ენდოსო იმიტომ რომ ესენიო საიმედო ხალხიაო და ну ეხლა მთლად ეს მყისიერი რეაქცია არ იყო, მაგრამ რეკავს ერთმშვენიერ დღეს და მეუბნება იაცისკარიძე და რა გნებავთო და მივთხარი ჩვენ მეთქი გადავწყვეტეთ რომ რაღაცა წიგნი გავაკეთოთ და ჩემგან რა არის საჭირო ეს ქართულად მითხრა უკვე მივთხარი რა არის საჭირო არა რო გვენდოთ ხო და იცით რა შეუსაკო მე არაფერი არ მეკუთვნისო და აბა როგორც მოახერხებთ და მეთქარი ჩვენ დავიწყოთ და თანდათან ყველაფერი გამოჩნდება თქო და დავიწყეთ ეს 2 წელიწადი გაგრძელდა კაცო ეს ნენელა ესე კი არ ვიცოდი რომ ეს იყო და ამ ხელა რო იქნებოდა წიგნი იცო არა ნაირად საიდან ვიცოდი ძალიან ძიმეა ეხა ვის გვეყოლებს იმას ვამბლები სპეციალური ქაღალდი ჩამოიტანა სეზანმა რომ სუბუქი ყოფილიყო ჩვეულებრივ ტრადიციულ წიგნში გოგი 300 ფოტოზე მეტი არ შეიძლება ორჯერ მეტი არგა მაგრამ აი დიზაინერები ვახსენოთ ეხლა რომ მართლა ისე დამალაგებინეს ეს ხო ოღონდ სამჯერ არის წიგნი გადაწყობილი ისე დამალაგებინეს რომ არ ყვირის რომ ამდენი ფოტოა რა ზოგი სადღაც არის შეჭურთული თვითონ რუსეთში თუ არის გამოცემული რამენ ბაიმე აი ჩვენი როგორ არა აი ჩვენი სასტარტო სიტუაცია რა იყო რომ ვიპოვნეთ ესე იგი ფოტოალბომი იყო გამოცემული და მემუარული წიგნი სადაც ეს დადგა და მაშინ როცა დიდ თეატრზე ყველა რაღაცა საშინელებებს წერდა და ერთმანეთს ლანძღავდნენ და რაღაცა დადგა და პედაგოგებს მადლობას უხდის თავის პარტნიორებს იმას ძალიან პოზიტიური წიგნი გააკეთა რა და ჩვენ გქონდა ეს 2 წიგნი და თავიდან ეხლა რატომ მომინდებოდა რაღაც დილეტანტური იმიდან ამაზე რამის გაკეთება ვიფიქრე მოდი ამების კომპილაციას გავაკეთებ თარგმნით თქო ამას მაგრამ ამის თარგმანში რომ გავხურდით ამასობაში
აღმოვაჩინე, რომ ჩემ დროინდელ დილის გაზეთში თამარ ქერეჭაშვილს დაუბეჭდავს ვრცელი ინტერვიუ ამ ადამიანთან. მე ეს თამარ ქერეჭაშვილი რო ვიპოვე, იმან ძალიან დაძებნა ბალანჩინთან, ჭაბუკიანთან რაღაც პარალელები, ისეთი კარგი ტექსტები წამოვიდა, რომ უკვე მივხვდი, რომ ეს რაღაცა სხვა იყო და მე ეს ბენეფისის ნოსტალგიაც გაჩნდა, რომ რატო არ ქონდა ნიკას ბენეფისი თქვათ საქართველოში, ხო და მოვინდომე რომ აი წიგნი ბენეფისი ყოფილა. ხო, ბენეფისი იქნება. ბენეფისია, წიგნი 4 მოკლე. წიგნი კი არის წიგნი ბენეფისი მაგრამ. ბენეფისი თვითონ ხო არის. ბენეფისებს ესე აწყობენ რომ სკავარძელში შედან და სხვაებიც ეკო. კონცეფცია მის პარტიებს იცი რა. გოგი, აი ხა რა საერთოდ ვერც ეკავს, ხო? არა, როგორ ვერც. ხო. ფავნს კიდე სადღაც პროვინციებში რუსეთის ეკავს კიდე. თან როგორი კოსტიუმია ფავნის წარმოქმნილი და კი. და ფავნის არის ძალიან მაგარი. უბრალოდ რადიოსანაც ვინც არის ის ცისკარიძის ბიოგრაფია, ხო, მაინც უთხრათ რომ ვინ არის იგი ახლა ძალიან მნიშვნელოვან პოსტს იკავებს, ხო? ქორეოგრაფიული აკადემიის რექტორი არის და ეს აი იმ ინციდენტების მერე მოხდა, ხო? ინციდენტების შემდეგ 6 თვე ქონდა რაღაცა ლუფტი და მე უკვე დანიშნეს. ჯერ დანიშნეს და მე აირჩიეს. ხო. დიდ თეატრთან არანაირი კონტაქტი არ აქვს ახლა. დიდ თეატრში ორი მისი მოსწავლეც ეკავს. ორი მისი მოსწავლე, მაგრამ მეგარიძე ეგ. აი თქვა ეს როგორც ქორეოგრაფობას ხო არ აპირებს უკვე დიდ თეატრში. ქორეოგრაფია ეგ ცალკე ეს არის პედაგოგი. მისი ნამდვილი მოწოდება და ის ახლა არის პედაგოგია. ორივე ერთად ხომ აყოფილა ლაპარაკი იმაზე, ნუ შეიძლება სისულელეს ვკითხულობ, მაგრამ რატომაც მივხვდი რასაც გეკითხა. რომ თბილისში ჩამოვიდეს და რაღაც გააკეთოს. იცი რა, აი მაგალითად გაიხსნება ახლა გოგი რა ხდება, იცი? აი დღეს მაგალითად ბევრი ისეთი გარღვევა ჭირდება ჩვენს თეატრს, რა კი ეს რესტავრირებული ოპერისა და ბალეტის თეატრი უნდა ამუშავდეს, ხო? ჩვენ ხო გვინდა რომ ჩვენი დასიც უფრო რაღაცა ქმედითი პოპულარული რაღაცა გახდეს. მე მაგალითად აი ბევრნაირ მეთოდს მივმართავდი ასეთი რამისთვის. უცხო თვალით ახლა როგორც თქვათ ამ ფან კლუბის წევრებიდან ნიკა ისე რომ რაღაცა ძირითადი მისი საქმიანობა დაუკავშირდეს საქართველოს არის ის ძალიან აწყობილი ამ რუსულ მოსკოვია მისი ქალაქი მაგრამ ის რომ გარღვევები გჭირდება და გაძლიერება და თქვათ რაღაცა ურთიერთობები რომ აკადემიასთან კონდეს რაღაც სპექტაკლი ჩამოიტანოს თავის ბავშვები ჩამოიყვანოს საქართველოსი რატომაც არა თბილისის ქორეოგრაფია ესა და ეს რა ვიცი აი ყველას უნდა უნდოდეს ამის გაკეთება იმიტომ რომ მართლა ძალიან გავლენიანი ადამიანია ხო შეიძლება იყოს კარგი არტისტი მაგრამ ასეთი გავლენა არ ქონდეს და ჩემი თვალით მინახავს რა გავლენა აქვს რუსეთში ეს იგი ნიკოლაი მაქსიმოვიჩს რო იტყვი კედლების ანზარებს იმიტომ რომ კაცრი მომთხოვნი ადამიანია სადმე რო იყო წასული შეგულებიდან რო ბრუნდებოდა ხო მაგალითად დიდ თეატრში 3 დღით ადრე პერსონალი იყო მზად სადმე ხო არ იყო გამოსაცვლელი ნატურა სადმე ხო არ ეგდო რამე უდგე დეკორაცია ხო არ იყო ცუდად შენახული კოსტიუმი ხო არ ეკიდა ჩიხოლის და რაღაცის გარეშე ჩიხოლი მე მგონი არ იმიტომაც გაუშვეს დიდი თეატრიდან ანუ ის ძალიან მომთხოვნი არა საბაბის ხო იყო მაგრამ მომთხოვნი იყო ძალიან და ყველა ამბობდა რომ ციხასია მან უფრო ღრმა რაღაც ეთი ნიუანსი თქვა რა გოგი დიდი თეატრიდან რო გაუშვეს ეს იყო დიდ მაფიასთან დაპირისპირება სარესტავრაციო ეს 27 გააგრძელეს ეს რესტავრაცია ხო შენობის გააგრძელეს 6 წელიწადი და ისეთი მასშტაბები მიიღო ფულადი მასის სახით რომ იმისი ადეკვატური რო ვერ დაინახა თუმცა მას რთულ ასაკში მოუწია ამ ყველაფერმა და მისთვის დიდი თეატრისთვის ბრძოლა ფაქტობრივად თავისი დიდი თეატრისთვის ბრძოლა იყო აი ისი ნოსტალგიაც მაგას ჰქონდა ისი ხსოვნაც ჰქონდა და თვითონ ხო ხდებოდა უკვე პენსიონერია 33 წლიდან იღებს პენსიას ეს ხდება როცა 40 წლის ხდება უკვე ცისკარიძე ანუ იმისთვის დიდი თეატრი უკვე რაღაცა ლეგენდარული მოგონებაა და რო ნახამ რესტავრაციის შემდეგ რო არ არის ის თეატრი რომელიც მას ესიზმრება ხამე უკვე ქონდა დისკომფორტი და უკვე ძალიან შეუპოვრა ტყვიროდა მე აინტერესებს აქვს თუ არა ასეთი მძიმე ხასიათი როგორც მისი ოპონენტები ყვებიან ხო რა მძიმე ხასიათი რომ კაპრიზული არ არის უბრალოდ რა ხდება იცი პარტნიორებთან ურთიერთობაში ის ძალიან
არა, ის ძალიან ადვილად შედის საქმეში. ანუ მაგალითად ადამიანს თუ ჭირდება საათნახევარი მოთელვა, რომ ის როლისთვის მზად იყოს, ამ მის კუნთების აგებულება ისეთია, რაღაცა დისტროფიული კუნთები ქონდა ბავშვობაში, რომ 10 წუთზე მეტი მას არ ჭირდება ამის გაკეთებისთვის. ანუ როგორ ის ადამიანები, ვინც მის გვერდზე არიან, რო უყურებენ ამის, თქვათ, ფუქსავატობას და თავის შრომას უკვე გაკაპასებულები არიან, ხო ხდებით აი ამ სიტუაციაში და მე აქვს როგორ იცით, აი გრძელენას რო ვეძახით ჩვენ, რო არ უნდა ისე წამოწდება ხოლმე ისეთი რამე, ისეთ ზედმეტ სახელში არ ქვევს ადამიანს, ისე რაღაცა მოვლენას რა შეაფასებს ისეთნაირად, რომ ის რჩება და რჩება, მე ნაჯახითაც ვერ ამოიგლეჯენ ხოლმე იმას რეალობიდან და ამ ფოტოებს პადვეშენი язык თვითონ ესე ეძახის. ფოტოებს ალბომზე რომ მუშაობდით, ალბათ როგორც შენ მითხარი, ყველა საჭირო იყო ყველა ფოტოს ისტორიის ცოდნაც, ხო? როდის არის გადაღებული, ვინ გადაიღო და ასე შემდეგ. ეგ ჩემ მეგობარს დავაბრალოთ, ახლა გეტყვი. ჩემი მეგობარი ელზა ნაბახტეველი სათავის სამსახურიდან რო არ წამოსულიყო და აი ამ დროს მე სკრუპულოზური მუშაობა და აი ესეთი დაზუსტებები არ შემიძლია, ჩემი საქმე არ არის რა. და აი ეს ადამიანი მარინე ალექსიძე, ნიალა გოძიაშვილი, აი ის და რა შეგოდნენ, ურეკავდნენ და ეკითხა. ხო, ამას ვამბობ, რა მისი შეწუხება როგორ ხო, შეიძლება? და ამას ვამბობ. ანუ ვერ ფიზიკურად ვერ იპოვნიდი და არსებობს ეგეთი მარია ხარიტონოვა, მისი ასისტენტია, ვინც ყავდა ამ საქმეში, იქ კონსულტანტი, რომ აი მართლა ძალიან რო ავიბნეოდით, რომ ეხლა სამი სხვადასხვა ვერსია რო აქვს ბაედერაში ნაცეკვი, ეს უნდა გაიაზრო რა, საცნობა რომ იმითი ვერ ხვდები ამას და მე რომ თავში ჯაგიბრახუნებენ და გეტყვია რომ ეს სხვა ბაედერა, ეს სხვა ბაედერა, ეს სხვა ბაედერა, მე უკვე ნენელა მოდიხარ აზრზე. მოკლედ, გავუშვებდით ხოლმე, რასაც ხელში ჩავიგდებდით ფოტოებს, მაგალითად, აი რამდენი ფოტოგრაფია ჩამოთვლილი ხო ხედავ, გადმოგვიგზავნეს ფოტოები. მე ამას გავუშვებდით, ქალბატონი მარინე ალექსიძე, ქალბატონი ნიალა გოძიაშვილი, ელზა დასხდებოდნენ, მიდიოდა ამოცნობა, ეს ის კოსტუმია, ეს ის პარტნიორია, ეს ის თეატრია, ეს ის წელია და ну აი ძალიან ბევრი ვიწვალეთ, მაგრამ რა მითხრა ის რა ქვია, აწიო რაღაცა რომ არ შემეშალოსო, შენ გითხავ ხოლმე ძალიან წესრიგი დაგემყარებია ჩემს ცხოვრებაში. ორ შემთხვევაში ახლაც შესანიშნავი საჩუქარი აქვს სახლში. თვითონ მას, ხო? ვისაც ნეტას საინტერესოა, თუ ფიქრობთ რომ მოსკოვში მოაწყოთ პრეზენტაცია. იცი რა, თვითონ არ მომდომა რაღაცად, იმიტომ რომ მითხრა რომ აიო ამის რო დავტოვოთ აი ეს ჩონჩხი და რაღაცა რუსული ვარიანტი ტექსტი გაკეთდეს. აი ამას სიამოვნებით გავაკეთებდი, იმიტომ რომ აი მისთვის საინტერესოა რუსულ ელიტასთან ურთიერთობა და აი დიასპორებზე თulis რომ დიასპორები მაინც ქართულად არ წაიკითხავენ და რა ვიცი აი ეს სურათებს ნახავენ არაჩვეულებრივ. ეს ხო მაინც ალბომია, მესმის რომ ტექსტი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამინდენად კარგი სურათებია. ხო, მაგრამ აი ეს რომ გამოსცე რუსული აუდიტორიისთვის, მაინც კიდე ხელახლა უნდა ფინანსური და იმის დანახარჯება. ეს ჩემი ოჯახისთვის ეს ისეთი ტრამა იყო. ეხლა ეს რომ გაგვიგო რომ კიდე რაღაც გამოცემაზე ვლაპარაკო. შეიძლება მოგვივარდნეთ სტუდიაში. ის წერს რომ მე ნიშნა რომ სამოგზაუროთ როცა დადის ორი რამ დააქვს, ეს არის ხატი და ეს არის დედის ფოტო, ანუ გასტროლებზე რო დადის და ასე შემდეგ. ეს დედის ხატი ბევრჯერ შევხვდი მის ნაწერებში და ამავე დროს თბილისიც არის. და საქართველოც არის. და კი ვიცი ჩვენ ჟურნალისტებს უყვართ ხოლმე რომ ეკითხებიან რომ ჩამოძე რას ფიქრობთ საქართველოზე და მოგენატრათ აქაურობა და ასე შემდეგ და მე კი არ კითხავდი ამას, მაგრამ ვიღაცამ კითხა ალბათ და ბოლოს შენც კი ეკითხები. მეც ვკითხე. რას ამბობს? იცი რა, აი ჩვენ უთანხმოება მანდეკარი რომ თვითონ აქვს ნოსტალგია იმ დედამისის გარემოცვის მიმართ. აი ფარაჯანოვები, ეს თეატრალური აბულაძეები, დარჩავინმე ცოცხალი ვინც ხო და ისინი აღარ დარჩნენ ცოცხალი და ჩემი თბილისი ქარმა წაიღო იძახის, ნუ ქარწაღებული ეკთავა. მე ვეუბნები რომ აი ხა შენ და ჩამოხვიდე და შენი გარემოცვა ხელახლა უნდა შექმნა, აი ის რაც დედა შენს ქონდა შექმნილი, შენს გარშემო უნდა გაჩნდეს. ახლა ამას ძალისხმევა ჭირდება და მე მგონია რომ აი რაღაც ამ წიგნით
შეიძლება რომ კიდე გაჩნდეს ეს მეგობრები, მას აქ ყავდა ნინო ლაპიაშვილი, არის მისი მეგობარი, რასაც ქვია. ეგეთი ნათესავებში წავს, აი თავისი თაობის გოგო ბიჭები, ვისთანაც ეხლა ჩემი დააიტყვის, ჩემი ძმა იტყვის, მაგრამ აი ხა წიგნი მე მგონი რაღაცა კიდე სხვა მოცემულობაა. გუშინელი შეხვედრა, როდესაც მაგალითად აღყვანისმცემლება კინაღა მიმსხვერპლეს, კიდე რაღაცა ეგეთი ამბავი იყო. და აი ესეთი ამბებით მე ალბათ გაჩნდება რა ეს გარემო რა. ბალეტის მსახიობებთან აქვს კონტაქტი, ურთიერთო ნიალა ახსენე და აი ახლა დღეს მაგალითად წასვლის წინ კიდე ნინო დიდებულიძეს ამ თავის პედაგოგს სულ ეკითხებოდა, უიმე გუშინ ეს ხო არ იყო მოსული, ის ხო არ იყო მოსული, ნიკავო там не видел და რაღაცეები და ანუ აქვს ურთიერთობა, ეგ მე არ ვიცი, ეგ მხარე იცის ქალბატონმა ნინა დიდებულიძე. გავიგე. შენ თქვი რომ ძალიან ძვირი დაჯდა ეს წიგნი. 160 ლარი ფასი თვითონ წიგნი რომელიც გუშინ 95 ლარა ტყიდიდი და გაიყიდა 6 წალი მაშინ როდესაც 200 კაცზე მეტი იყო დარბაზში. უი რას ამბობ? 95 ლარად განახევრებულ ფასად. არ არის გაჭირებული ხალხია ბალეტი. მაგრამ ხო ვიცი, იმიტომ რომ დავდივარ საბალეტო სპექტაკლებზე და რა მაინე მაგაზე ერთი ისტორია უნდა მოგყვება. ავტოდანელია ხო იცი? ავტოდანელია ჩვენ მომასარი და გარდაცვალებამდე ეს წიგნი ვაჯუქე და მას დაუტოვებია სია ვის შემდეგ ვინ უნდა ითხოვოს ეს წიგნი. ანუ ვინ ვის უნდა ათხოვოს წასაკითხა და გუშინ პრეზენტაციაზე მოვიდა ხელ და ჩვენ ავტოს გოგოები ვართ მითხრეს და შეიძლება რომ პირველ რიგში დავხსო რაღაცა ეგეთები. ხო, აი ცუდია 6 წელი თუ გაიყიდა მარტო დრასაპირებ თუ ანუ ვისაც აქვს საშუალება რომ იყიდოს წიგნების მაღაზიაში დევს უკვე რა თქმა რომ წიგნის მაღაზიაში შევიტანო მაინც ფრიდველი არა და საწყობში რაც დარჩა. არა, როგორ არა? მუზეუმებს ვაჩუქეთ, საგანმანათლებლო სივრცეს. თან ბიზნესმენებისთვის ბალეტი არა. ქართულ რუსული ბიზნესმენებისთვის ბალეტი. ნახოთ. მაგაზე ჯერ არ მიზრუნია კულტურალურად რო კითხავ. მაგრამ ეხლა ამ ჩვენი გუშინელი ღონისძიებები იყო საქველმოქმედო და სხვა ტრიუკი მოვიფიქრეთ, რომ ვიცოდით რომ წიგს ვერ გავყიდით. სოლიდარობა ქვია ფონდს ხო მგონი? საქართველოს სოლიდარობის ფონდი. ჩვენ გვქონდა ის ალმანახები პატარა გამოუშვით, ნიკა რო ჩამოდიოდა რაღაცა საკუთარი თავის პრეზენტაცია რო ჩაგვეტარებინა, 3 დღეში გავუკეთეთ რაღაც ალმანახი და გუშინ ის გავყიდეთ. 5 ლარად, აი ისეთი იყო რა, ყოველ შემთხვევაში გუნაკული არავინ არ გავუშვით იქიდან და 2000 ლარამდე აი ამ ფონდის სოლიდარობის ანგარიში გადავრიცხავთ. გუშინდელ შემოსულ. და მაინც ალბათ წიგნის მაღაზიებში გამოჩნდება. კი, როგორ არის წიგნის სახლი? არა, წიგნის სახლში ბახტრიონის ქუჩა 11B წიგს რა თქმა უნდა მოგართმევენ და შეგეძლოთ. ხო, რა თქმა უნდა, შეიძინოთ არის შესაძლებელი საჩუქარი. საჩუქარი, თუნდაც შეიძლება ადამიანს ბალეტი არ უყვარდეს, მაგრამ უყვარდეს ფოტოგრაფია. ხო? ან უბრალოდ უყვარდეს ლამაზი წიგნი. მე აღარაფერს ვამბობ ტექსტზე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. შრიფტი ორიგინალურია, რო იცოდებო ხო შედგენილია. ქაღალდი არის ორიგინალური, ჯერ საქართველოში ასეთ ქაღალდზე არ წიგნი არ დაბეჭდილა. მე იმდენარი ყდა ქონდა, აი უყურე თავიდან ვითომ შელკონჩიკი უნდა ყოფილიყო ყდა. მე აი ეს უნდა ყოფილიყო ყდა. მე კიდე არის შოპენიანა და ნამუშევარი. იმდენარი ყდაზე ვფიქრობდით, რომ ბოლოს ეს ყველაფერი რიგით ფურცლებად გადაიქცა და ბოლოს ეს გამოვიდა რაც გამოვიდა. კეთილი, მაშინ ჯერჯერობით ძალიან დიდი მადლობა მანონას. მანონა კარტოსია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ფაქტობრივად ავტორი და სული და გული წიგნისა, რომლის პრეზენტაცია გუშინ მოეწყო. წიგნი ეძღვნება ნიკოლოზ ცისკარიძეს და ქვია ცისკრის ვარსკვლავი. წარმატება ამ წიგნს. დიდი მადლობა. წარმატება ამ წიგნს. ამით ჩვენი გადაცემის პირველი ნახევარი სრულდება. ნინო როდონაია უკვე შემოვიდა სტუდიაში. ნინო წაგვიკითხავს ახალ ამბებს და მუსიკალური პაუზის შემდეგ თავისუფლების 1 საათი გაგრძელდება. გრძელდება ჩვენი გადაცემა თავისუფლების 1 საათი. ნატო გენგიური არის ჩვენი გადაცემის სტუმარი, ხელოვნებაცოდნე. ნატო არის აი ამ კრებულის როგორც ვიცი, შეიძლება თქვა რომ გამომცემელი უბრალოდ რედაქტორ გამომცემელი. ჩვენ გვიყურებენ კიდეც, ამიტომ ვუჩვენოთ პოსტსაბჭოთა პერიოდის ხელოვნება, ალბათ ამ წიგნზე ვისაუბრებთ, მაგრამ მანამდე მინდა ვთქვა, რომ წიგნის პრეზენტაცია, როგორც ვიცი, სამწუხაროდ მე თბილისში არ ვიყავი, დაემთხვა
ხელოვნების კვლევართა კონფერენციას ხო, რომელიც მე-6 მერვე. ეს იყო მერვე კონფერენცია. ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც მერვედ გაიმართა და ცოტა დავიბენი, იმიტომ რომ ახლა Google-ში კიდევ ვნახე, რომ სტუდენტთა კონფერენციაც გაიმართა. ასევე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. ეს ერთდროულად მოხდა თუ ცალ-ცალკე მოხდა? ეს მოხდა ცალ-ცალკე. ერთი სტუდენტთა კონფერენცია მაისში იყო და ისიც არის მერვე კონფერენცია და ახლა ჩატარდა უკვე თემატური კონფერენცია, ეს იყო პროფესორების, მკვლევარების და დოქტორანტებისათვის. საერთოდ ჩვენ უნივერსიტეტში უკვე მერვე წელია ეს სტარტება და შესაბამისად 8 კონფერენცია ჩატარებული, ერთი სტუდენტების და მეორე როგორც გითხარით. თემატურია, რა თქვით, ის იგი რაღაცა ერთ თემაზე იყო წელადელი კონფერენცია. საერთოდ ესე დამკვიდრდა. ისე დავიწყებ იმ 8 წლის წინანდელი ამბიდან, როცა დაფუძნდა ეს ორივე კონფერენცია, ერთი სტუდენტების და მეორე უკვე გამოცდილი მკვლევარების და პროფესორების. 8 წლის წინ ზუსტად ვიფიქრეთ, რომ აუცილებელი იყო უნივერსიტეტში, რომელიც მრავალ სახელოვნებო დარგს აერთიანებს და ამავე დროს ფლობს ესეთ ფაკულტეტს, როგორიც არის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, სადაც ხელოვნების მკვლევართა სხვადასხვა დარგის წარმომადგენელია გაერთიანებული, აი ამათ აუცილებლად უნდა დაედოთ ყოველწლიურად თავისი ნაშრომები. და ამავე დროს სტუდენტებსაც, რომლებიც მომავალი ხელოვნებაცოდნეები, კინომცოდნეები, თეატრმცოდნეები არიან, იმათაც რაღაცნაირად წაგვეხალისებინა მათი კვლევითი საქმიანობა, წერა, შეფასება ხელოვნების და ასე შემდეგ. და ამიტომაც გადავწყვიტეთ ზუსტად 8 წლის წინ, რომ ჯერ ერთი სტუდენტთა კონფერენციები დაგვეფუძნებინა და მერე პროფესორებს. 8 წლის წინ ეს პირველი კონფერენცია რომ ჩატარდა, არ იყო თემატური. და 1 წლის შემდეგ მოვიფიქრეთ, რომ რაღაც ესე ძალიან თავისუფალი თემატიკა ვერ უყრიდა თავს, ასე ვთქვა, ძალიან ჭრელი იყო ეს მოხსენებები და თანაც კონფერენცია რისთვის არის, რომ ან სწავლაში გამოადგეს სტუდენტს ეს ნაშრომი, ან დაიდოს როგორც ისტორია და შემდგომ სხვა მკვლევარებს გამოადგეთ. და აი ეს ფუნქცია რომ უკეთესად შეესრულებინა და რაღაცნაირად ეპოქების გადააზრება მოგვეხდინა, ამიტომ აი ჩემი შეთავაზება იყო, რომ მოდი გავაკეთოთ ყველა კონფერენცია თემატური და აი ყველა ამ კონფერენციის შემდგომი კონფერენციის თემა იყო ერთი, ეს არის მე-20 საუკუნის ხელოვნება. ხელოვნების ყველა დარგი. აი ჩვენი უნივერსიტეტი კი ქვია თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კონფერენცია, მაგრამ მოიცავს აბსოლუტურად, ყველას ვისაც უნდა. პროგრამა წელს დაემატა იქ, ხო? არა, თითქმის ასეა ყოველ. ქორეოგრაფია იყო, მედია სულ არის აბსოლუტურად თავიდან დაწყებული და ყოველ წელს დავიწყეთ მე-20 საუკუნის ხელოვნების გადააზრება. ანუ ყოველ წელს რაღაც ერთი თემა ცხადდებოდა. თქვათ ერთხელ იყო საბჭოთა პერიოდის, ტოტალიტარული პერიოდის ხელოვნება. მერე იყო უფრო ლიბერალიზაციის პერიოდი და აქეთ შარშან ჰქონდა მაგალითად დრო, ხელოვანი და ხელისუფლება, ესეთი თემატიკა და ყოველი ამ კონფერენციის შემდგომი წელი ხმარდება იმას, რომ დაიდოს ნაშრომების კრებული. და ყოველ წელს გამოდიოდა. ეს არის ეს დიზაინი, ანუ ამ თავისი სერიის სახელწოდებით, ეს იცვლება რა თქმა უნდა და სამწუხაროდ დანარჩენი ტომები აღარ მქონდა რომ წამოვაგო და აი ისიც ვერ იყიდის უბრალოდ მაგათ ილიანის სტუდენტებსაც აინტერესებთ ალბათ, მაგრამ შეუძლიათ ბიბლიოთეკაში რა. იცით რა ბიბლიოთეკებში რიგდება, არ იყიდება, სწორედ ეს არის რომ ავტორებს და სპეციალისტებს ურიგდებათ პრეზენტაციაზე და ძირითადად რიგდება ბიბლიოთეკებში და უმაღლეს სასწავლებლებში. ანუ სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც არის ეს პროფილი, კულტურას დაინტერესებული პროფილი. ხა, საჯაროში რა თქმა უნდა არის და ასეთ ბიბლიოთეკებში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პირველი სერიოზული კრებული პოსტსაბჭოთა პერიოდის ხელოვნებაზე. ნიშნებით ცდა იყო, მეც მიმიღია მონაწილეობა ერთ-ორ კრებულში, წერილის დამიწერია, მაგრამ აი ესე რომ მხოლოდ ხელოვნებაზე იყოს, პრინციპულად ხედავ. იცით რა, მეც დაგეთანხმებით რა, არ ვიცი, ვერ დავევაბრალებ ჩემ თავს, აბსოლუტურად ყველაფერი ვიცი, რაც გამოვიდა, მაგრამ რაც არის ჩემამდე მოსული, აი ესე ყველა ხელოვნების ასეთ მრავალ დარგს რომ მოიცავდეს კრებული და სხვადასხვა სტატიები იყოს განერთიანებული, იქ მედიაზე, არქიტექტურაზე, კინოზე
კინოზე, თეატრზე, მუსიკაზეც არის, ფოტოგრაფიაზეც. აი ასეთი მე მგონია რომ ამ კრებულის თავისებურებაა ესა და ძირითადად არიან ხელოვნებაცოდნეები, ანუ თავიანთი დარგის სპეციალისტები უბრალოდ თუ გიცდიათ რომ ვთქვათ ფილოსოფოსები ან ფსიქოლოგები ან სხვა დარგის სპეციალისტები ჩართოთ და ფიზიკოსები რატომაც არა ფიზიკოსები კინოზე უფრო კარგად წერენ ვიდრე კინომცოდნეები ჩართოთ ისინი და კონფერენციაში მაგალითად იცით რა კონფერენციის კარი არის ღია ყოველ წელს და ვისაც აქვს სურვილი რა თქმა უნდა ჩვენ მარტო მივესალმებით საინტერესო სტატიებს იმიტომ რომ როგორც თქვი თავიდან ჩვენი მიზანია რომ გადავიაზროთ ანუ ეს წარსულის ხელოვნება და ეს კიდევ საერთოდ უახლესი ხელოვნების გადააზრება ხდება და აქედან გამომდინარე სადაც იქნება საინტერესო აზრი და დაიბადება გვინდა რომ იყოს ჩვენ კონფერენციაში მოხსენების სახით წარმოდგენა და მე კრებულად ასე ვთქვათ განხორციელდეს ეს პრინციპში ვთვლით ხო რომ პრობლემა თქვენ ხელოვნებაცოდნე ხართ და ალბათ დამეთანხმებით რომ იგივე სახვითი ხელოვნება რომ ავიღოთ საქართველოში ქართული ხელოვნების სახვითი ხელოვნების ისტორია ბევრად უფრო ღრმად არის შესწავლილი ვიდრე მე-20 საუკუნის და თანამედროვე განსაკუთრებით. კი, ნამდვილად დიდი გაჭირვება ამასთან დაკავშირებით ლიტერატურაზე. სპეციალისტები არ აყვავს, მეთოდოლოგია არ არის შემუშავებული, საბჭოთა მანკიერება არ იცი რა არის მიზეზი. იცით რა, ალბათ ამას აქვს ძალიან ბევრი მიზეზი. სწორედ ამის ასე ვთქვათ, მე-20 საუკუნის ჩვენ ობიექტივში მოხვედრა იმან განაპირობა, რომ ამ დეფიციტს გვძნობდი მე თვითონ როგორც ხელოვნებაცოდნე და გვაქვს ეს საბჭოთა პერიოდში დაწერილი უზარმაზარი წიგნები, რომელიც აქვს თავისი ფასი, იმიტომ რომ თავის დროს ისტორიული როლი შეასრულეს და გამოახდინეს იმ ეპოქის, ასე ვთქვათ, სუმირება, დადეს ფაქტები, ბოლო-ბოლო დოკუმენტები. მაგრამ იმ ეპოქაში შეუძლებელი იყო, რომ რაღაცა ეს თანამედროვე შეგეფასებინა ისე იდეოლოგიის გარეშე, ანუ შეუძლებელი იყო, რომ არ მოეხდინა ამას გავლენა, არც გაუშვებდნენ დასაბეჭდად, ხო? და მაგრამ დავრჩით ისე იმ წიგნების ამარა დღემდე. აი არქიტექტურაზე მაგალითად იმ პერიოდზეც არაფერი არ დაწერილა ნოდარ ჯამბერიძის შემდეგ. მხატვრობა და მხატვრობაზე კიდევ უფრო კარგად აგვაქვს საქმე, იმიტომ რომ სტატიები გაჩნდა იქ, ცდილობს ხელოვნებაცოდნეები გადაიაზრონ ის ეპოქა, მაგრამ აი პოსტსაბჭოთა პერიოდი თითქმის ფაქტიურად არ არის არაფერი. ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისიც არის, რომ ჟურნალი არ გამოდის, ხო რა, საბჭოთა ხელოვნება იყო ასეთი შესანიშნავი ჟურნალი, ახლა ზუსტად რაღაცას წერდი ბევრის ფონდის თხოვნით და ყველაზე საინტერესო მასალა ისევ საბჭოთა ხელოვნებაში ვნახე, რაც კინოს ეხება, რეცენზიები, კრიტიკული წერილები. ახლა სულ ამბობენ ყოველ წელს ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა გამოვიდეს ასეთი სერიოზული ჟურნალი, სერიოზული თორე რაღაც ალკეული ჟურნალები გამოდის, მაგრამ არ გამოდის ეს, არ გამოდის. ესეც ხო არ არის მიზეზი იმისა. რა თქმა უნდა არსებობდეს ის ადგილი, სადაც მიიტან ნააზრევს და დაგიბეჭდავენ და შეძლებ გეცოდინება, რომ იქ მოხდება შენი ახლებური ხედვა იქნება თუ გადააზრება. სინთეზური ტვინი ალბათ სხვა რა სიტყვა თქვა, როდესაც ხელოვნების ეს დარგები ერთად არის წარმოდგენილი ერთ გამოცემაში. ის კი არა ვიცის რადიომსმენელმა ალბათ რომ დასავლეთში ზოგიერთ უნივერსიტეტში საერთოდ არ არის ესეთი დაყოფა სპეციალობების მიხედვით კინო, თეატრი, მუსიკა, ხელოვნებაცოდნე არის და ძალიან ხშირად წერს კინოზეც, მუსიკაზეც, თეატრზეც. ხელოვნებაცოდნება აერთიანებს ხოლმე. მაგრამ ჩვენთან არ არის ეს შეიძლება კარგიც არის რა თქმა უნდა, მაგრამ ამას გამართლება უნდა. და ეს არ უნდა დაიკარგოს. მეორე რა, აი თქვენ რაც თქვით რომ ისტორია უფრო კარგად არის შესწავლილი, მეორე სხვაების სასარგებლოც არის, როდესაც ადამიანი იწყებს ისტორიით, ანუ იწყებს წარსული და შემდეგ გამოდის თანამედროვეობაზე, ხო? და არ უნდა დავკარგოთ ესე ვთქვათ, ეს შეღავათია ჩვენი, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი შესანიშნავი წიგნები და გამოცემები. ახლა მუსიკალური პაუზა იქნება ჩვენს ეთერში და მუსიკის შემდეგ გავაგრძელებთ საუბარს ქალბატონ ნატოსთან. გრძელდება თავისუფლების 1 საათი, ჩვენი სტუმარი არის ქალბატონი ნატო გენგიური, ხელოვნებაცოდნე. ჩვენ საუბრობთ აი ამ ძალიან კარგ წიგნზე, პოსტსაბჭოთა პერიოდის ხელოვნება. რომელიც ქართულმა ხელოვნებაცოდნეებმა გამოუშვა, შეიძლება ასე ითქვას, ისინი არიან ავტორები კრებულისა, სერიის, უბრალოდ მე-20 საუკუნის ხელოვნება და კონფერენციაზე, ხელოვნების კვლევართა კონფერენციაზე, რომელიც მერვედ გაიმართა უკვე თბილისში.
სხვა შორის მინდოდა მეკითხა სექციების მიხედვით ყოფილა ესე იგი როგორც ნახეთ, ხო? მაგრამ ერთმანეთთან თუ აქვთ კონტაქტი ამ სექციებს, ანუ სხვადასხვა პროფესიის ხალხს თუ არა? იცით რა, წელს არ იყო, პარალელურად მიდიოდა სექციები და შეიძლებოდა დასწრება. ადრე იყო ერთად, მაგრამ მე რაღაცნაირად ძალიან ბევრი ხალხი გროვდებოდა ერთ სექციაში და მე ჩვენმა პროფესორებმა არჩიეს, რომ უფრო მყუდრო გარემოში ემსჯელოთ ხელოვნების საკითხებზე და ამიტომ სექციებად დავყავით უკვე დარგების მიხედვით წელს. თეატრმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობა გვაქვს კიდევ ქორეოგრაფია, მედია და ასე შემდეგ. ანუ ეს დარგები სულ 10 სექცია მუშაობდა. ანუ ერთ სექციაში ვერ ჩაეტია ვერც კინომცოდნეობა, ვერც თეატრმცოდნეობა, ანუ რამდენიმე ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ახალგაზრდებზე რომ აი წერა უჭირთ. ხო, წერა უჭირთ, მაგრამ მაინც საბედნიეროდ არიან ისეთი სტუდენტები, რომლებიც ინტერესი აქვთ, რაც მთავარია და უდგებიან საქმეს გულით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა იზიდავს ადამიანს ის საქმე, რასაც ხელს კიდებს. ასეთი სტუდენტებიც ყავს და ისინი აგრძელებენ ხოლმე ჩვეულებრივ სწავლას ზემო საფეხურებზე, დოქტორანტურაშიც და აი ისინი გამოდიან, რა თქმა უნდა, ამ კონფერენციებზე და წერენ და საინტერესო ნაშრომებსაც დებენ. შეიძლება ამის თარგმნაც. ნამდვილად ვფიქრობ ამაზე, იმიტომ რომ აი უკვე იმდენი მასალა დაგროვდა, რომ შეიძლება თემატურად შეირჩეს ეს სტატიები და ითარგმნოს, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა ჩავიკეტოთ, ასე ვთქვათ, და ერთმანეთს არ უნდა ველაპარაკებოდეთ მხოლოდ ალბათ ქართულ კინოზე, თეატრზე, ხელოვნებაზე. აუცილებელია, რომ ჩვენ შესახებ წაიკითხოს დაინტერესებულმა უცხომა ადამიანებმაც და რაღაცნაირად მივაწვდინოთ ხმაც, ხო? ჯერ ინფორმაციაზე, ჩვენ ხელოვნებაზე და ჩვენ ნაზრებზე და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ უკვე დადგა ეტაპი, როდესაც ნამდვილად ვფიქრობ, რომ შემდგომ უკვე ინგლისურ ენაზე გამოვცეთ. ნატო თან ხელოვნებაცოდნეებს სიმპოზიუმი უტარდებოდა, თვითონ ატარებდნენ ქართული ხელოვნების სიმპოზიუმი აქ. მე სტუდენტი ვიყავი მაშინ ჯერ კი იტალიაში და საქართველოში ტარდებოდა და ქართული ხელოვნების სპეციალისტები იყვნენ მთელ მსოფლიოში, რომ სწავლობდნენ. წარმოგიდგენია ასეთი რამე, რომ ქართული კინოს ან თეატრის სპეციალისტები იყვნენ იტალიაში ან საფრანგეთში. რატომაც არა? კი, ნამდვილად საჭიროა ამ დარგების პოპულარიზება. მე თუ მკითხავთ, სხვათა შორის ის ქართული ხელოვნების სიმპოზიუმი ბოლოს ფლორენციაში ჩატარდა 2009 წელს და მეც ვიყავი მონაწილე და ასეთი რამ მინდა რომ ჩვენ უნივერსიტეტშიც ჩატარდეს, ოღონდ უკვე მოიცვას ხელოვნების ყველა დარგი და აი 10 წელი სრულდება 2017 წელს და ვფიქრობ, რომ აი მაგ თარიღისთვის უკვე საერთაშორისო მასშტაბებზე გავიდეთ. მომზადება უნდა, რა თქმა უნდა და დაინტერესება. ალბათ ის ხალხის პოვნაც არის საჭირო, რომლებიც წერენ კინოზე ან თეატრზე ან ხელოვნებაცოდნეობა, სახვითი ხელოვნებას ალბათ უფრო მეტი სპეციალისტი ყავს და უფრო გაქანებაც მეტი არის. ჩვენ ახლა დავით კაკაბაძის გამოფენოვნად პარიზში და ვესაუბრეთ კაკაბაძის სპეციალისტებს, ევროპელ სპეციალისტებს და ძალიან საინტერესოა ისინი როგორ აფასებენ ქართულ ხელოვნებას. ამ შემთხვევაში ქართულ კინოს როგორ აფასებენ, რატომაც არა ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე თეატრები გასტროლებზე თქვა პოლონეთში ან საფრანგეთში ან ინგლისში გასტროლების შემდეგ რეცენზიები იწერება ხოლმე, შეიძლება ჟურნალისტები წერენ, მაგრამ რატომ არ უნდა მოიწვიო, ხო, ის ჟურნალისტები? რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა მოვიწვიოთ და გვითხრან მათ რას ფიქრობენ ჩვენ ხელოვნებაზე, ჩვენ იმათ და ნუ აი ამ მე მგონია დიალოგში იბადება, ასე ვთქვათ, ისტორიაც, ნამდვილი შეხედულებებიც ამ ხელოვნებაზე, საინტერესო შეხედულებები და ხდება პოპულარიზება. ჩართვა მთლიანად ჩვენი ხელოვნებისაც და ჩვენი ხელოვნებად მცოდნეობისაც მსოფლიო კონტექსტში. და როცა ამობერო თქვა კრიტიკა არა გვაქვს, მხატვრული კრიტიკა და ეს ხელს უშლის თქვა ხელოვნების ამ დარგების განვითარებას, ალბათ ეს მხატვრული კრიტიკა არ იარსებებს, თეორიული ბაზა თუ არ იქნება, ხო? ანუ აი ასეთი კრებულები ან კონფერენციები თუ არ ჩატარდა, არ ვიცი. ხელოვნებაცოდნეობა მაინც კი არის მეცნიერება, მაგრამ სხვანაირი მეცნიერებაა. ხო, ეს არ არის ზუსტი მეცნიერება. არ არის ზუსტი მეცნიერება. ნუ ახლა მეცნიერებას რა მეთოდი უნდა ქონდეს და მეთოდოლოგია. ხელოვნებაცოდნეობას აი თეატრს და კინოს უფრო ასე ვთქვათ იყენებს სხვა დარგების მეთოდოლოგიას ძალიან კარგად, ხო? და
ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ ამ დარგების განვითარება, იმიტომ რომ ეს არის უკვე დაფიქრება იმაზე, რა ხდება. აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ კრებულში დაისვა ესეთი საკითხი კინომცოდნეების მხრიდან, მაგალითად აი ახალ რეალობაში როგორ გრძნობს თავს ადამიანი, აი სრულიად შეცვლილ საზოგადოებაში, აი რამდენიმე სტატიაშია გაჟღერებული მაგალითად კინოსთან დაკავშირებით, რომ თითქოს უკვე გამოდის ამ პოსტსაბჭოთა კრიზისიდან და ამ ეპოქას მართლა რაღაცნაირად ისე გადააზრება, ესაჭიროება. მე მაგალითად არქიტექტურაზე დავწერე პოსტსაბჭოთა პერიოდის და აი ძალიან წინააღმდეგობრივი სურათია ამ არქიტექტურაში, ძალიან წინააღმდეგობრივი დავარქვი ესე, გაქცევა წარსულისგან თუ გაქცევა წარსულში, იმიტომ რომ აი ფაქტიურად აი ჩვენი მშენებლობები რაც ამ ბოლო პერიოდში მიდის, აჩვენებს ამ ახალ რეალობაში ფაქტიურად არა მარტო კრიზისს საზოგადოებაში და ყველანაირ სფეროში, არამედ იმასაც რომ ახალ ორიენტირს ეძებს საზოგადოება, ხომ ასია და ზოგი გარბის წარსულში მართლაც და ზოგიერთი უკვე იხედება მსოფლიოსკენ, ხო? ეს აჩვენებს ამას და თითქმის ყველა სტატია სვავს ამ კითხვას, თუ რა ხდება პოსტსაბჭოთა პერიოდის ხელოვნებაში, როგორც საზოგადოების, ასე ვთქვათ, სულიერი მდგომარეობის გამომხატველ სფეროზე, ხო და აქედან ეხლა მე არ ვფიქრობ რომ ამ ნაშრომებმა ამოწურა და ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. არა, მე მგონია რომ ეს არის მაინც პირველი ნაბიჯები და არაერთხელ უნდა მივუბრუნდეთ კიდევ ამ საკითხებს და მაინც კარგია რომ გადავდგეთ ეს ნაბიჯები. დაინტერესებს პოსტსაბჭოთა პერიოდის ხელოვნება, აი ეს ახალი კრებული უკვე არის თეატრის კინოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და შეგიძლიათ გაეცნოთ 2015 წელს არის გამოცემული. რაც მე უნდა დავასრულო მაშინ გადაცემა და დიდი მადლობა უთხრა ნატო გენგიურს, ნატო იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. წარმატებას გისურვებთ და შემდგომი კონფერენციის თემა ხომ არ ვიცით უკვე. აი წელს იყო ესეთი თემა, ტრადიცია და ავანგარდი და მომავალ წელს კრებული იქნება ამ თემაზე და შემდგომი კონფერენციის თემა ჩვეულებრივ ნოემბერში ცხადდება ხოლმე, ასე რომ ანუ საშუალება რო ქონდეთ ადამიანებს რომ მოემზადონ უკვე. სტუდენტებისთვის, სტუდენტებს თემა არ აქვს. სტუდენტები მინაიდან დაკავშირებული არიან უფრო სასწავლო პროცესთან, ამიტომ რაზეც მუშაობენ, იმას წარმოადგენენ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენს. უნდა დავასრულო მაშინ გადაცემა ტატო ჯინჯიხაძეს მადლობა, ტატო იყო ხმის რეჟისორი. ეს იყო თავისუფლების 1 საათი, გადაცემა რომელიც ყოველ სამუშაო დღეს გადის ჩვენი რადიოს ეთერში. მე ვარ გოგი გვახარია და მიმოყავდა ეს გადაცემა და გემშვიდობებით ხვალამდე, ნახვამდის კარგად გაგებოთ.